მე ვარ ანო, ფოლი არტისტი, ადამიანი, რომელიც მუშაობს ხმაზე, ფილმებისთვის, ანიმაციებისთვის და სხვადასხვა მოძრავი ისტორიისთვის. უზუპოში ვარ წელიწადი და რამოდენიმე თვე. ყველაზე მეტად რაც უზუპოში მხიბლავს არის ის, რომ ხედავენ შენს ხედვებს და ხედავენ იმ ემოციებს და განცდებს, რაც იდეაში ფილმში უნდა აჩვენო და გამოხატო შენი თავი. ფოლი ზოგადად ძალიან დიდ კრეატივს მოითხოვს და ყოველთვის მიზიდავდა კრეატიული რაღაცების კეთება. ყოველთვის ფიქრობდი იმასაც, რომ კრეატიული მხარე უფრო მეტად გამომდიოდა, ვიდრე ტექნიკური თუ სხვა რაღაცის კეთება. ამიტომ, როდესაც გავიგე ამ სტუდიის შესახებ და მოვედი აქ, პირველი რამაც დამაინტერესა იყო ფოლი. პირველივე დღიდანვე სირთულეები გადამხდა იმის გამო, რომ უნდა ძალიან ბევრი იფიქრო. უნდა იფიქრო თვითონ პერსონაჟზე, უნდა იფიქრო შენ საკუთარ თავზე. უნდა იფიქრო მის თვითონ მოძრაობაზე, ემოციაზე, რას გრძნობს, როგორ გრძნობს. უნდა გაითავისო ეს ყველაფერი და უფრო მეტად შეძვრე მის ტყავქვეშ. რომ ის ჩაწერის პროცესი საინტერესო და ამავდროულად შედეგიანი იყოს და გაუმარტივდეთ რეჟისორებს იმ სათქმელის თქმა, რაც რეალურად სურთ. ზოგადად ამ სფეროში ძალიან ბევრი სირთულე არსებობს და პირველი მე პირადად რაც და როგორც ფოლი არტისტს შეხვდა, იყო ის, რომ სწორად გაითავისო და იმეგობრო თვითონ მსახიობთან. რადგან მისი ემოციების გააზრება და მისი ფიქრების თუ რას ფიქრობს და როგორ აკეთებს და რის გამო აკეთებს, ყველაზე მეტად გაგიმარტივოს ის შემდეგი რაღაცეები, რაც მოყვება მოძრაობას. ამავდროულად რეჟისორს რისი გადმოცემაც სურს, აუცილებლად უნდა გაითავისო და აღიქვა ისე, როგორც რეჟისორის თვალი ხედავს. იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო მეტად გიმარტივებს შემდეგ და შემდეგ პროცესებს. მე ვფიქრობ, საქართველოში ძალიან განვითარებულია ეს სფერო, რადგანაც მყავს კოლეგები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ამ ყველაფერზე და ასევე ვფიქრობ იმას, რომ მეტი და მეტი ადამიანი ინტერესდება ამით და მეტი და მეტი პოპულარიზაცია აქვს ამ სფეროს. ყველაზე ხშირად ხმისთვის ალბათ სხვადასხვანაირ ფეხსაცმელებს ვიყენებ. იმიტომ რომ ყოველთვის არის ნაბიჯები, რომელიც ფოლი არტისტმა უნდა გაიაროს. მოტივაციას ყოველთვის მაძლევს ის სახეები და ის ადამიანები, რომლებიც არსებობენ გარშემო. მოტივაციას მაძლევს ასევე ჩემი ოჯახიც, რადგან როცა ვეუბნები, რომ რაღაც კონკრეტულ ფილმზე ვიმუშავე, ძალიან ბედნიერები არიან და ძალიან უხარიათ ჩემი თითოეული წარმატება და წინსვლა. გონება არის ამოუწურავი რესურსი და ამის ამოწურვა ვერავის ვერ შეუძლია, რადგან ზოგჯერ ისეთი ფიქრები იბადება რაღაც მომენტებში, ისეთი აზრები გებადება, რომ რთულია, ყველაფერი მაინც შედარებითია, მაგრამ მე ვფიქრობ, ადამიანს ძალიან დიდი რესურსი აქვს იმის, რომ აკეთოს ის უნიკალური რაღაცა, რა სფეროშიც თვითონ არის. ყველა ადამიანს აქვს დაბლასვლის მომენტი და მეც მქონია, რა თქმა უნდა, მაგრამ არასოდეს გამიფიქრია, რომ შემდეგ პროექტზე არ ვიმუშავებ, ან საერთოდ აქედან წავიდოდი, იმიტომ რომ სადაც ახლა ვარ, ვგრძნობ, რომ ყველაზე მეტად ვასხივები იმ კრეატივს, რა კრეატივიც ბავშვობიდან მომყვება და რა კრეატივის კეთებაც მინდოდა სულ. ვურჩევდი, რომ იყვნენ ისეთ აურზაურში, როგორიც და წარმოიდგინონ თავი ისეთ აურზაურში, როგორიც ფოლი სტუდია არის და ან ფოლი დარბაზია. იმიტომ რომ როგორც ყოველთვის მგონია, რომ როგორც ადამიანის ფიქრებია ხოლმე არეული, დაბნეული, ზუსტად ეგეთია ფოლი დარბაზიც
და ყოველთვის გაბედონ რაღაცის ცდა და გამხატვა იმ ემოციების, რა ემოციებიც შინაგანად აქვთ.